გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხისტუმრებო. პირველ რიგში ყველას უღრმესი მადლობა თქვენი თბილი კომენტარებისთვის, კომპლიმენტებისთვის და პოზიტიური შეფასებისთვის. ჩემს მიმართ, ჩემი არხის მიმართ და ჩემი კატის მარგოს მიმართ. გუშინ დაიწერა ასეთი კომენტარი, რომ ადამიანი ჩემს ვიდეოს უსმენდა ძილის წინ, თვალდახუჭული და მას შეეშინდა ხმის, რომელიც გამოიწვია ჩემი კატის სათამაშომ. მინდა გითხრათ, მის პირველად მხედავთ და აპირებთ, რომ ნახოთ ხოლმე ჩემი ვიდეოები. მე მყავს კატა, მარგო ქვია სახელი და ის ხშირად თამაშობს ხოლმე, რადგან არის ჯერ კიდევ კნუტი. ზრდის ფაზაში, ასე ვთქვათ. და მინდა გაჩვენოთ მისი სათამაშოების მცირე ნაწილი. რომ მიხვდეთ, რომ ის ხმები, რაც თქვენ გესმით, არის მარგოს სათამაშოების ხმა. მოულოდნელად შეიძლება თქვენ გაიგოთ ამ, ასე ვთქვათ, სათამაშოების ხმები და იცოდეთ, რომ მარგო თამაშობს. შეიძლება მარგო ვერ დაინახოთ, მაგრამ ეს ხმები გაიგონოთ. ეხლა შეხედება და მარგო რომ გაიგონა თავისი სათამაშოების ხმები. ამის გარდა კიდევ უამრავი აქვს, რა თქმა უნდა. უბრალოდ ეხლა ყველას, რა თქმა უნდა, არ გაჩვენებთ. აი მისი თაგვი, რომელსაც კუდი მოაძრო. ესეთ მაგნიტებზეც თამაშობს ხოლმე და რაღაცებს ზოგჯერ ესეთ ხმებია, იმიტომ რომ ურტყავს, ავეჯს და ასე შემდეგ. მანქანაც აქვს მარგოს, რომელიც დადის, რა თქმა უნდა. დადის მანქანა და ესეთი სათამაშო, უამრავი ყველაფერს ხმა აქვს მარგოს სათამაშოებს, იმიტომ რომ ხმაზე რეაგირებს ძირითადად. ამიტომ მოდი ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს, გადავდოთ მარგოს სათამაშოები. თვითონაც ძალიან დაინტერესდა, რომ რატოა, ასე ვთქვათ, გამოფენა მოწყობილი მისი სათამაშოების. კარგით, კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით ამ დემონსტრაციისთვის მარგოს სათამაშოების, თუმცა ეს არის ინფორმაცია მათთვის, ვისაც ხმები ისმის ხოლმე. ზოგჯერ უბრალოდ დარბის, მაგალითად ეხლა მარგო ზოგჯერ ჭამს და უცნაური ხმები ისმის ხოლმე. იცოდეთ, რომ ეს არის კატა და არავითარი მისტიური მოვლენა, ასე ვთქვათ. კარგით, ნახოთ. რას ვერ გეუბნებათ თქვენი ადამიანი? პირდაპირ გადავიდეთ ამ შეკითხვაზე სიგნიფიკაციის გარეშე. რას ვერ გეუბნებათ თქვენი ადამიანი? ესე იგი, მას გეზი აქვს თქვენსკენ, მას გზა აქვს თქვენსკენ, მას სურს, რომ თქვენს ცხოვრებაზეც აიღოს სადავეები თავის ცხოვრებაზე და ერთად გაუძღვეთ თქვენ ცხოვრების ჭაპანს, რაღაც ამ სტილის აზრები აქვს. კიდევ რას ვერ ძალიან დამოკიდებულია თქვენსეც ვერ პასებო შეხედეთ. ანუ ორივე უმაღლესი არკანი ამოვიდა, ორი არკანი ამოვიღე და ორივე არის უმაღლესი არკანები. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ძალიან ძვირფასი ადამიანი მისთვის. ის თქვენზეა დამოკიდებული, თქვენს იქეთ, მას გზა არ აქვს, მისი აზრით. და რატო ვერ გეუბნებათ ასე მშვენიერ, ასე ვთქვათ, აზრებს? რატო ვერ გეუბნებათ რაუში? მოდით ავაკონკრეტოთ. ესე იგი, მიზეზი აქვს. ძვირფასებო, რატომაც ვერ გეუბნებათ? კარგით, თუ კი ასეა, რომ მას აქვს მიზეზი ამის და მისთვის ეს მიზეზს ნიშნავს და არ გავახმოვანებ მე, რა თქმა უნდა, და კონკრეტები ამაზე. მას რატომ სურს თქვენთან მოსვლა და ასე ვთქვათ, თქვენს ცხოვრებაზე როგორ არის იცით, მართველი საჭის აღება, ასე ვთქვათ, რომ თვითონ მართოს თქვენი ცხოვრება, როგორც კაპიტანი მართავს გემს დაახლოებით ასე. რატომ სურს მას ეს? იმიტომ რომ თქვენ მისი საკუთრება ხართ.
იმიტომ რომ მას აქვს ამაზე უფლება, რომ გმართოთ თქვენ უნდა ემორჩილებოდეთ მხოლოდ მას. იმიტომ რომ თქვენ მას იზიდავთ, უზომოთ, თქვენ ხართ მისი ვნება, თქვენ ხართ მისი ცდუნება, თქვენ ხართ მისი ილუზია, თქვენ ხართ მისი სიტკბო, თქვენ ხართ მისი ცოდვა, თქვენ ხართ მისი ვნება, თქვი მე მგონი, ესე იგი ადამიანი რაღაცა მოცულია თქვენით, შეპყრობილია თქვენით. შეპყრობილია ჩემმა ძველმა გამომწერებმა, იცით მე როგორ მეყვარს ვიდეოც მაქვს მოკეთ შეპყრობილზე, ანუ განვიხილავ თუ რატომ უნდა წაიკითხოთ, ან რატომ მოისმინოთ არსებობს თეატრალური გახმოვანება ქართული ამოკეთ შეპყრობილის, რასაც მე ჩემს ძველ ვიდეოში, ალბათ 10 წლის წინანდელი მაინც იქნება ჩემი ვიდეო, იქ საუბრობ და დაახლოებით ასე არის. ანუ იქ რა ხდება? კაცმა ქალი დააფასა მას შემდეგ, რაც ის წავიდა მისგან, არც ქონიათ ფაქტურად მათ ურთიერთობა, მაგრამ მაინც თითქოს აი ასეა შეპყრობილი ის თქვენით. კარგით, იმ მიზეზს რა ეშველება, რა მიზეზითაც ის ამას ვერ გეუბნებათ. მოდი ასეთი კითხვა. ჯერჯერობით არაფერი არ ეშველება. თუმცა ზოგადად შანსი არის, რომ ეშველოს. ისევ საუბრობ, რომ არ მინდა გავახმოვანო ეს რა მიზეზიც არის, თუმცა ამის მიხედვით ადამიანი, მოდი ჩემ აზრებს არ გავახმოვანებ, რაც გავიფიქრე თქვენს ადამიანზე, პირდაპირ ვიკითხოთ. ეს ადამიანი მართლა რომ მოვიდეს თქვენთან, როცა იქნება, იმიტომ რომ ჩანს აქ, რომ გეზი აქვს თქვენსკენ. როცა მოვა თქვენთან, თქვენ თუ დაუშვათ მას მიიღებთ. რას მოგიტანთ ეს თქვენ? თქვენ ამით იკმაყოფილი დარჩებით? ოჯახს, დიახ, უდიდესი შანსია, რომ დაოჯახდეთ. ასე ვთქვათ, მის წარსულს და მის ახლანდელ მდგომარეობას მოდი არ მივაქციოთ ყურადღება და ასე ვთქვათ, ამაზე დავხუჭოთ თვალი და მიიცეთ მას კიდევ ერთი შანსი. თუ კი ის მოვა თქვენთან და თქვენ მას დათანხმდებით, უდიდესი შანსია, რომ თქვენ შექმნათ ულამაზესი ოჯახი და იყოთ მთელი ცხოვრება ერთად. ამაზე არის უდიდესი შანსი ძვირფასებო. კარგით, რადგან ასეთი კარგი არკანები ამოვიდა, მომილვა გული მეც მის მიმართ და ნახოთ, რას ვერ გეუბნებათ. ისეთ გზა აქვს თქვენსკენ ძვირფასებო და რა არის ამაში დასამალი, რატო ვერ გეუბნებათ? ესე იგი, იწვის, ასე ვთქვათ, თქვენი სიყვარული, თქვენი სურვილით, მას ძალიან სურხართ, ძალიან სურს თქვენი ნახვა. ერთი სული აქვს, როდის გნახავთ, ამას ვერ გეუბნებათ. და რატო ვერ ამბობს? იმიტომ რომ უყვარხართ ძვირფასებო, ნახეთ. რა სილამაზეა, მართო. იმიტომ რომ აი ნახეთ თასების დედოფალს ფრთები აქვს. ხედავთ რომ ფრთები შეგესხმებათ შემდეგ თქვენთან. რაღაც ძალიან, ასე ვთქვათ, თავდაჯერებული გახდებით და იზეიმებთ და კარტები გადმოცვივდა, ნახოთ რას თქმა სურთ კარტებს. ესე იგი, მას სურს, რომ ცოტა ინერვიულოთ, იყოთ უძილობაში, სანამ ის შორს არის სპორტში და ელოდებოდეთ მასთან შეხვედრას. ამიტომ არ გეუბნებათ, რა ცოტა მობოროტო პერსონაჟია. კარგით, კიდემ რატო ვერ გეუბნებათ, მოდი დავსვათ ეს კითხვა. რა უშლის ხელს? შეიძლება, იმიტომ ვერ გეუბნებათ, რომ აქ ხელის შემშლელი არის, მართლაც ვიღაც შეიძლება ეს იყოს დედა და შეიძლება მის აზრს ითვალისწინებს და რაღაც არ სურს ზედმეტი ენერგია გასცეს. ასეთი რაღაცა.